შეგვიძლია დავიწყოთ ბიუროს ხდომა დამძანდის მეგობრებო გთხოვთ დაგვიმართა ბიუროს დღის ეს რიგში გარკვეული საკითხები და გადავხედოთ რა თემებია ეს თვითონ საკითხი არ არის აქ მოიშვილი, მაგრამ საგადასახადო კოდექსის თემაა, ხო, ბატონო ალიკო? საწერე განიხილება, ნახეთ, მესამე საკითხი. არ არის მონიშნული, ხო? ესე იგი არ არის ახალი. ხო, მესამე საკითხზე ვიკითხე, ასე რომ ამ შემთხვევაში მართალი ვარ. საქართველოს კანონის პროექტი მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. ეს არის ორ კანონპროექტიანი პაკეტი, მეორე არის სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და განიხილება დაჩქარებული წესით. უნდა მხარი დაუჭიროთ ამ შემოთავაზებას და გთხოვთ ყურადღებით. საქართველოს კანონის პროექტის შემოსავლების სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის ცვლილების შეტანის თაობაზე და მეორე პაკეტის მეორე კანონპროექტის სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ საქართველოს კანონის ცვლილების შეტანის თაობაზე, ესეც დაჩქარებული წესით განიხილება უკვე შეთანხმებული ვართ ამაზე. საქართველოს კანონის პროექტი ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აკვეთის ხელშეწყობის შესახებ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, ესეც როგორც გვახსოვს, დაჩქარებული წესით განიხილება. საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის ბინადრობის მოწმობისა და საქართველოს მოქალაქეობის პასპორტის გაცემის შესახებ კანონში ცვლილებები შეგვაქვს. შეთანხმებული ვართ, რომ ამასაც დაჩქარებულად განვიხილავთ. პროექტი გვაქვს ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე, ესეც დაჩქარებული წესით განხილვაში შევთანხმდით ამ კანონპროექტთან დაკავშირებითაც. საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე, ესეც განიხილება, ეს განიხილება გამარტივებული წესით და კანონის პროექტი გვაქვს ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს ოდროინდელი კანონის ცვლილების შეტანის თაობაზე. ესეც გამარტივებული წესით განიხილება, როგორც წინა სხდომაზე შევთანხმდით. შემდეგ გვაქვს 47 მუხტზე უნდა მივიდეთ და დავაანონსოთ საქართველოს კანონის პროექტის პოლიციის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე და დამდევი სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. საქართველოს კანონის პროექტი ადრეული და სკოლამდელი ახალგაზრდობისა და განათლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, ეს არის 59 და 50 არის საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ საქართველოს კანონის ცვლილების შეტანის თაობაზე და თანმდევი სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და გადავდივართ 57 პუნქტზე, სადაც გვიწერია, რომ განსახილველი გვაქვს კანონის პროექტი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. ესეც პირველი მოსმენით არის, როგორც ხედავთ და საკმაოდ ვრცელი პაკეტია კორუფციის წინააღმდეგ საკითხის განვიხილვად, გრანტების შესახებ საქართველოს კანონში უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის შესახებ საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანა საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ, ნოტარიატის შესახებ, საგადასახადო კოდექსის შესახებ, საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ, საჯარო სამსახურის შესახებ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შევიტანთ, საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ, ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ, საგადასახადო სისტემებისა და საგადასახადო მომსახურების შესახებ, მიკრობანკების საქმიანობის შესახებ, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ,
კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ არა საბანკო სადეპოზიტო დაწესებულების საგრედო კავშირების შესახებ ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ ოპერატიულ სამძებრო საქმიანობის საავსრულო წარმოებათა შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების საქართველოს ორგანული კანონი გვაქვს ასევე საქართველოს საარჩევნო კოდექსში ცვლილებების თაობაზე და ეროვნული ბანკის შესახებ ნორმატიული აქტების შესახებ პროკურატურის შესახებ პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შესახებ ეს არის კანონ პროექტები რომელიც ამ პაკეტში არის თამდევი თავარი თემისა 99 ნახეთ თუ შეიძლება ადმინისტრაციულ სამართალ დარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ კანონში შეგვაქვს ცვლილებები და მასთან ერთად მოსაკრებლის სისტემის საფუძვლების შესახებ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალ დარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ ადმინისტრაციული საქმეებისგან განთავისუფლების შესახებ საქართველოს საარჩევნო კოდექსში გვაქვს ცვლილებები პირველი მოსმენით განეხილება დავით მათიკაშვილი წარმოადგენს პაკეტი შეიცავს რამოდენიმე კანონპროექტს რეფერენდუმის შესახებ საქართველოს ორგანული კანონი გვაქვს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ და ასევე პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებებიც გვაქვს შესატანი ამ კანონპროექტთან ერთად. ახლა მე ასე საკითხზე გადადით, ეს არის საქართველოს ბიზნეს ომბუდსმენის შესახებ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე. მასთან ახლავს საჯარო სამსახურის შესახებ კანონპროექტი, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, გრანტების შესახებ, საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შესახებ, ეს ის კანონპროექტებია, რომელიც უნდა განვიხილოთ ამ თავარ კანონპროექტთან ერთად. კანონთან კომპლექსში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ პირველი მოსმენა ამავე პაკეტშია პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონპროექტი შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილებები უნდა შევიტანოთ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებები ზოგადი განათლების შესახებ არის ცვლილება გასაკეთებელი კანონპროექტში და საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ ეს კანონიც მოითხოვს გარკვეულ ცვლილებას და ასევე ამავე პაკეტში არის 2006-2028 წლების ფულად საკრედიტო სავალუტო უკაცრავად ამავე პაკეტში არ არის ეს ცალკე საკითხია რომელიც უკვე ადრე ჩვენ შევიტანეთ ბიუროს დღის წესრიგში. საორგანიზაციო საკითხებიდან დასამტკიცებელი გვაქვს მეგობრებო საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის საქართველოს პარლამენტის წევრების ირაკლი მეზრუნიშვილისა და ვიქტორ სანიკიძის საქართველოს პარლამენტის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფში წარდგენის შესახებ. არის კიდე რამოდენიმე ადამიანი ვინც წინა ჯგუფში იყო და ვინაიდან არ წარმოუდგენიათ თავისი სურვილი ამ ჯგუფში კვლავ დარჩენის თაობაზე შევთანხმდეთ რომ ეს არის ის რაც დღეს განსახილველი და ცვლილებები შევა ჯგუფში შესაბამის ცვლილებები შევა ჩატშიც დავამტკიცოთ დიდი მადლობა ბიუროს ხდომა დამთავრებულია